თავი პირველად ექიმად ვიგზენი ამ კათედრაზე, როდესაც პირველად ჩავატარეთ ინექციები და პირველი დახმარება. How to do physical exams. სწავლობთ, როგორ ჩავატაროთ ფიზიკური გამოკვლევა. ობიექტურად სტრუქტურირებული გამოცდების საშუალებით სწავლობთ სტრესული სიტუაციების მართვას. სწავლობთ, როგორ მოვიქცეთ საგანგებო შემთხვევებში და ასე შემდეგ. სიმულაციური სწავლება ეს არის დამხმარე სასწავლო მეთოდი და რა თქმა უნდა ვერასოდეს ვერ ჩაანაცვლებს საწოლთან სწავლებას, პაციენტზე სწავლებას, მაგრამ როგორც ბიბლიოთეკაში არსებული წიგნები აუცილებელია სტუდენტების განვითარებისთვის, სტუდენტების სწავლებისთვის, ასეა სიმულატორები და მანეკენები. სცენარის მიხედვით პაციენტი 70 წლის სუნთქვითი უკმარისობით ბუნკერში აღნიშნავს ტკივილს. ცენტრში მოწვეული ყავს ექიმები, რომლებიც დღის პერონახევარში მუშაობენ საავადმყოფოებში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი თავიანთ პრაქტიკულ გამოცდილებას უზიარებენ სტუდენტებს სიმულატორებთან და მულეჟებთან მუშაობის დროს. და ნორმაში რამდენი უნდა იყოს დაკმაყოფილში 100-დან 160-ის შავ. ცენტრი აღჭურვილია მაღალი ფიდელობის სიმულატორებით, მულეჟებით და ასე ვთქვათ, მანეკენებით. ცენტრის აღჭურვა წლითი წლობით იზრდება, ვინაიდან მოთხოვნა სიმულაციურ სწავლებაზე და ინტეგრირებულ შესაბამის გამოცდაზე იზრდება. სტუდენტს აქვს საშუალება, რომ მოკლე დროში დააგროვოს უფრო მეტი პრაქტიკა. თუ კლინიკაში პაციენტი შეიძლება მხოლოდ იყოს ერთი ტიპის ერთხელ კურაციის განმავლობაში, აქ მას შეუძლია ერთ მეცადინეობაზე სხვადასხვა ტიპის დაავადებები ერთ დროს, ასე ვთქვათ, შეაფასოს. პირველად შეხება კლინიკური ინარჩუნების ცენტრთან მქონდა მეორე კურსზე, სადაც ვისწავლეთ შარდის ბუშტის კათეტერიზაცია, ინექციები, პირველი დახმარება და ისეთი ინარჩუნები, რომლებიც მთელი საექიმო პრაქტიკის განმავლობაში გამოგვადგება. ჩვენ ვასწავლით კლინიკურ უნარებს 10 კრედიტის ფარგლებში, ეს გადანაწილებულია 3 კურსზე, მეორე კურსზე, მეოთხე კურსზე და მეექვსე კურსზე. მეორე კურსზე ძირითადად ვასწავლით ბაზისურ უნარებს, დაწყებული ინექციებიდან, დამთავრებული კათეტერიზაციით, პაციენტის მოვლის, პირველადი გადაუდებელი დახმარებით. შემდეგ მეოთხე კურსზე ინტეგრირებულად ხდება პედიატრიისა და გინეკოლოგიის საკითხების სწავლება მანეკენებზე და მულეჟებზე, ხოლო მეექვსე კურსზე სწავლება ხდება თერაპიის მიმართულებით, არითმების მართვის მიმართულებით, რეანიმაცია, ქირურგია. ყველა პედაგოგი აქტიურად არის ჩართული, რათა შევიძინოთ ის მნიშვნელოვანი უნარები და ცოდნა, რომელსაც შემდეგ პრაქტიკაში გამოვიყენებთ. ჩვენ გვაქვს ასევე მოწყობილი 10 სადგურზე მუდმივი მოქმედი ოსკის ცენტრი, სადაც ასე ვთქვათ, სემესტრის განმავლობაში ტარდება ოსკის გამოცდები პედიატრიისა და მეანაგებო გინეკოლოგიის მიმართულებით, ხოლო წელიწადში ორჯერ, ეს არის ივნისში და თებერვალში ტარდება ასე ვთქვათ, ყველა მიმართულების ოსკების და ასევე ტარდება პრაქტიკული გამოცდა, რომელსაც ქვია ოსპე. ოსკი ნამდვილად გვეხმარება, რომ შეზღუდულ დროში შევძლოთ საჭირო ქმედებების განხორციელება. გამარჯობა, მე ვარ ნათია, თქვენი ექიმი, რა გაწუხებთ?